სახელმწიფოებისა 17 ივლისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძის წერილს წერილი თუ პასუხა, რომელშიც წერს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად იარონ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ. საქართველოს განათლების სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დარგად ჩამოყალიბდა. 2019-2025 წლებში სექტორის შემოსავლები გაორმაგდა და 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწია. გალტენ-დაგარტის კვლევის მიხედვით, განათლების სექტორის შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო. საინვესტიციო ბანკის კვლევის თანახმად PISA-ს შეფასებებში კერძო სკოლის მოსწავლეებს საჯარო სკოლებზე უკეთესი შედეგები აქვთ, რაც კერძო განათლების მიმართ მოთხოვნის ზრდის დამატებითი ფაქტორია. სამტრედია გრიგოლეთის მესამე ლოტისთვის მთავრობა მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ გამოცხადდა. გზების დეპარტამენტი კი ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვრა. ქართული თხილის საექსპორტო ფასი 40%-ით გაიზარდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 6 თვეში საექსპორტო ბაზარზე 7000 ტონა თხილი გავიდა. ღირებულებამ 73.5 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს განათლების სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დარგად ჩამოყალიბდა. 2019-2025 წლებში სექტორის შემოსავლები გაორმაგდა და 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწია. გალტენ-დაგარტის კვლევის მიხედვით, განათლების სექტორის შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო. უმაღლესი განათლების ზრდას კი განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების მხრიდან კერძო დანახარჯები განაპირობებდა, რომელთა რაოდენობაც ქვეყანაში ბოლო 6 წელში გასამაგდა, რის ხარჯზე იზრდება საქართველოს განათლების სექტორი, რა წილი მოდის საერთაშორისო სტუდენტებზე და რას ცვლის მთავრობის უმაღლესი განათლების ბაზრის რეფორმა. ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტში გიყვებით. საქართველოს განათლების სექტორი იზრდება. გალტენ-დაგარტის კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 6 წელიწადში სექტორის შემოსავლები გაიზარდა და 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია. მისი წილი კი ეკონომიკაში ამ პერიოდში 4.5%-დან 6.4%-მდე გაიზარდა. შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო. ზოგადი განათლების ზრდა კი ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებით იყო განპირობებული, ხოლო უმაღლესი განათლების ზრდას კერძო დანახარჯები განაპირობებდა განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების მხრიდან. ბოლო წლებში რამდენჯერმე უსწრებდა მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას განათლების სექტორის ზრდა, ორნიშნა მაღალი ზრდის ტემპით იზრდებოდა, მაგალითად 2025 წელს რეალურმა ზრდამ განათლების სექტორმა შეადგინა 24.5% და შედეგად განათლების სექტორი მეშვიდე ყველაზე მსხვილი დარგი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით 6.4% უჭირავს 2025 წლის მდგომარეობით. როგორც საინვესტიციო ბანკის ტურიზმისა და მომსახურების სექტორების კვლევების უფროსი განმარტავს, უმაღლესი განათლების შემთხვევაში შემოსავლები 2019-25 წლებში ძირითადად უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გასამაგდა და 44,000 მიაღწია, რის შედეგადაც მათი წელი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულია მსოფლიოში. მოგეხსენებათ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი უცხოელი სტუდენტის რელოკაცია მოხდა საქართველოში და ეს დინამიკა გაგრძელდა 2025 წლის მდგომარეობით დაახლოებით 44,000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და ამან დადებითი გავლენა იქონია თვითონ სექტორის შემოსავლებზე, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტების თვალსაზრისით, რადგან უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას და დაახლოებით 700 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2025 წელს კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები. გალტენ-დაგარტის კვლევის თანახმად 2025 წლის მდგომარეობით უცხოელი სტუდენტების 83% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური როგორც წესი უფრო მაღალია, რაც კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. გალტის კვლევა ცხადყოფს, რომ კერძო უნივერსიტეტები ერთ სტუდენტზე დაახლოებით 8,000 ლარის შემოსავალს იღებენ. ჯამური შემოსავალი კი გასულ წელს 700 მილიონ ლარამდე იყო. აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8% ინდოელი სტუდენტები არიან. უმაღლესი განათლების მიმართ მზარდი დაინტერესება ბევრი ფაქტორის გამო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას
და ამ მოთხოვნის შესაბამისად ძალიან ბევრ უნივერსიტეტს მოუწევს უკვე თავისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მორგება ამ ახალ გამოწვევებზე. უნივერსიტეტებს მოგვიწევს ეს გავითვალისწინოთ და უკვე ამ ახალი რეალობის და ასე ვთქვათ სინამდვილის გათვალისწინებით დავგეგმოთ ჩვენი პროგრამების მომავალი განვითარებაც. საინვესტიციო ბანკის შეფასებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის დაწესებული კვოტები კერძო უნივერსიტეტების მიმართ მოთხოვნას სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის. უმაღლესი განათლების სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეს საჯარო უნივერსიტეტებს შეუმცირებს შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს და ეს საგრძნობი იქნება იმდენად, რამდენადაც უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელით კიდევ უფრო შემცირდა უნივერსიტეტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. კალტის კვლევის მიხედვით 2025 წლის მდგომარეობით 44400 უცხოელი სტუდენტიდან 7545 სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა. 8000-მდე საერთაშორისო სტუდენტების უდიდესი წილი მოდის სამედიცინო უნივერსიტეტზე, რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება ეხლა უკვე საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა და თითქოს ალტერნატივად რეფორმის ფარგლებში დანახული იყო ის, რომ გაიზრდებოდა დაფინანსება სექტორის და სახელმწიფო დააფინანსებდა, თუმცა ბოლო ვერსია რაც არსებობს განათლების დაფინანსების მოდელის აი პირვანდელი ვერსიით სამედიცინო მიმართულებებზე თუ გათვლილი იყო დაახლოებით 4000-დან 6000 ლარამდე ერთ სტუდენტზე რა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, ამ მოდელის მიხედვით ეს დაფინანსება არის თითქმის ნახევარი, ანუ 3500 ლარი არის გამოყოფილი. შესაბამისად, ის მოდელი, რომელიც ეხა ბოლო ვერსიით არსებობს, იმ დანაკლის ნაკლებად შეავსებს, რაც უნივერსიტეტებს ჰქონდათ საერთაშორისო სტუდენტებიდან მიღებული შემოსავლით. კალტენდაგარდის კვლევის თანახმად 2025 წლის მდგომარეობით უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8% ინდოელი სტუდენტები არიან, თუმცა მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების მხრიდანაც. აღსანიშნავია, რომ ინდოელი სტუდენტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ომის დაწყების შემდეგ უკრაინისა და რუსეთიდან სტუდენტების რელოკაციამაც, რისი გავლენითაც 2022-23 წლებში მათი რაოდენობა 59%-ით გაიზარდა და 13100 მიაღწია. რისი გავლენითაც 2022-23 წლებში მათი რაოდენობა 59%-ით 13100-მდე გაიზარდა. ჯამურად 44000 სტუდენტიდან ნახევარზე მეტი არის ინდოეთიდან, თუმცა მზარდი არის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ინტერესი საქართველოში განათლების თვალსაზრისით. რაც შეეხება ინდოელ სტუდენტებს, ჩვენ როგორც ვხედავთ, ანუ ჯამურად 1.300.000 ინდოელი სტუდენტი სწავლობს უცხოეთში, ეს არის 2026 წლის იანვრის მონაცემი და აქედან მერვე ყველაზე პოპულარული მიმართულება საქართველოს ინდოეთისთვის, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქირის თქვა საყოფაცხოვრებო ხარჯების ინდექსი, რაც შევადარეთ სხვა ქვეყნებს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ეს ყოველდღიური ხარჯები და ხელმისაწვდომობა მიმზიდველს ხდის საქართველოს განსაკუთრებით ინდოეთიდან სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით. უცხოელი სტუდენტები საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებზე ქმნიან მოთხოვნას. 44400 სტუდენტიდან 34000-ზე მეტი საქართველოში სწორედ ჯანდაცვის პროგრამებს ეუფლება. შეფასების ტრენდების გათვალისწინებით მოსალოდნელია მოსწავლეების რაოდენობის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში. ეს კალტენდაგარდის მიმოხილვაში ასევე ნათქვამი. ამ კვლევის მიხედვით საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციები მიუთითებს სასკოლო ასაკის მოსახლეობის ეტაპობრივ შემცირებაზე, რაც ხანგრძლივად დაბალი შობადობითაა განპირობებული. შედეგად 2030-2031 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 7.6%-ით შემცირებას ელოდებიან 2025-2026 წელთან შედარებით. თუმცა, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების ფონზე კერძო სკოლების ზრდა ძირითადად ბაზრის წილის ზრდას და მოთხოვნის ახალ წყაროებზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის კერძო სკოლებში მოსწავლეთა მიგრაციას ხელს შეუწყობს როგორც შემოსავლების ზრდა, ისე ოჯახების მზარდი მოლოდინების საგანმანათლებლო შედეგების მიმართ. კიდევ ერთ ფაქტორად სახელდება ქვეყანაში უცხოელი ოჯახების რაოდენობის ზრდა. 205 კერძო სკოლიდან ამ დროისათვის 133-ზე
ისე ნაკლები მოსწავლე ჰყავს, რის გამოც ბაზარი კვლავ ფრაგმენტული რჩება. კალტინდაგარტის მიერ მომზადებული განათლების სექტორის მიმოხილვით, ასეთ პირობებში არის მოლოდინი, რომ უფრო მასშტაბური და ინსტიტუციური ოპერატორების გაძლიერება მოხდება, რადგან ისინი უკეთ უმკლავდებიან ხარჯობრივ, რეგულაციურ და ხარისხობრივ გამოწვევებს. კალტინდაგარტის მიმოხილვის თანახმად, მაღალი პერსონალის ხარჯები კერძო სკოლების მოგებიანობის მთავარ შეზღუდვას წარმოადგენს. ეფექტიანი ხარჯების სტრუქტურის მქონე სკოლები 15-27%-იან EBITDA მარჟეს ინარჩუნებენ, ხოლო მაღალი დანახარჯების მქონე ოპერატორები ზღვრულ მოგებიანობაზე ან ზარალზე მუშაობენ. მზარდი სახელფასო ხარჯების პირობებში კონკურენტული უპირატესობა მასშტაბურ და ეფექტიან ოპერატორებს ენიჭება, რაც სუსტი მოთამაშეების ბაზრიდან გასვლას დააჩქარებს. ქართული თხილის საექსპორტო ფასი 40%-ით გაიზარდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 6 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 7000 ტონა თხილი გავიდა, რომლის ღირებულება 73.5 მილიონი დოლარია. წინა წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 50%-ით, რაოდენობა 7%-ით მატებას აჩვენებს. ამ პერიოდში 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი $10.60, რაც 40%-ით უფრო მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებული არის 18100 ტონა, $189.900.000 ღირებულების თხილი. ექსპორტის ღირებულება 59%-ით არის გაზრდილი, რაოდენობა 2%-ით. ბოლო წლებში მზარდია როგორც ექსპორტირებული თხილის მოცულობა, ისე მისი საექსპორტო ფასი, რაც ნაჭუჭ-გაცლელი თხილის ექსპორტის ზრდით აიხსნება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებული არის 12200 ტონა თხილი. ასევე 1400 ტონა თხილი ექსპორტირებულია სირიაში, 660 ტონა რუსეთში, 526 ტონა სომხეთში და სხვა ქვეყნებში. $30, $80 თეთრი და ლარი და 30. ეს არის საფასო კატეგორიები, რომელშიც წელს სახელმწიფო კაწითელს და კახო-მწვანეს ჩაიბარებს. თუ ყურძნის შაქრიანობა 20%-ს აღემატება, მაშინ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ლარი და 30 იქნება. 17-დან 20%-იან შუალედში შაქრიანობის შემთხვევაში 80 თეთრი, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 30 თეთრი. საფერავის შემთხვევაში ფასი 30 თეთრი, 90 თეთრი და ლარნახევარია განსაზღვრული ესეთ შაქრიანობის მიხედვით. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ეს სამი საფასო კატეგორია მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის მოტივაციას გაანჩენს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ყურძნის ჩაბარება მთავრობის სოციალური პასუხისმგებლობა, რათა ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს. მიუხედავად ამისა, მევენახეების ნაწილი მომავალ რთველზე დიდი მედებს არ ამყარებს. მეღვინეების ნაწილი კი მთავრობის მიერ საბაზრო ფასების დადგენით უკმაყოფილოა. როგორია რთველი 2026-ის მოლოდინი? იკა გაზდელიანის სიუჟეტში გიყვებით. რთველი ახლოვდება, თუმცა მევენახეებს შორის განწყობები არაერთგვაროვანია. ფერმერები მთავარ გამოწვევად კვლავ ყურძნის დაბალ ღირებულებას, ქარხნებში არსებულ გაუმჭვირვალე სისტემას და უამინდობით გამოწვეულ დაბალ შაქრიანობას ასახელებენ. მევენახეების ნაწილი მიჩნევს, რომ არსებული ფასები მათ შრომას ვერ აანაზღაურებს, რადგან ის წამლობისა და მუშახელის გაძვირებული ხარჯების ფონზე მინიმალურ მოგებასაც კი არ ტოვებს. არამომგებიანი ფასების გამო ზოგიერთმა მევენახემ ვენახების ნაცვლად კაკლის, მაყვლის ან ბლის გაშენებაზე ფიქრი დაიწყო. და დაიწყო სხვადასხვა რაღაცების გაკეთება, ზოგმა კაკალი ჩაყარა, ზოგმა რა ვიცი მაყვალი, ზოგმა ბალი და სხვადასხვა ხელხლები მოყავთ. და ალბათ უფრო გამოზით მათ ხელებში ვიდრე ყურძენში, იმიტომ რომ ვერბალი 7 ლარი ის ხოლმე მომი და ყურძენები 90 თეთრი და მე თბილისში მაღაზიაში შევდივარ, ჩვენი კარტელი ის 5-6 ლარი და ჩვენ ვაბარებ დამედგინე 90 თეთრი და ამბები შემოჭირდება და ფასი არაფერი არ არის რა, არაფერი არ გამოდის. მე მგონი ყველაფერი გაძვირდა. ჯერ მარტო წამობა გლექსინდენი უწდება, რომ არაფერი აღარ გამოსდის. ერთადერთი მე მგონი რავი ქათაში შეცვალებულა ყურძენი არ არის მისაღებიც, აი მაგალითად რა ვიცი მე ბევრი ვინახები არა აქვს ეგ გამდე მაქვს, მაგრამ რაც მიჯდება მე ახლა ამის მოყვანა, რა ვიცი აი მიზედური თანხა დარჩება რა, აი კაპიკები რა რასაც იტყვიან. აი ჩემს შრომას არ ვთვლი რა, მინიმალური თანხა უნდა იყოს დანახევარი ლარი და 70, საფერავი 2 ლარი. თუ რაღაც დარჩეს რა, სიმბოლი ქონდეს. ფასთან ერთად მევენახეები უკმაყოფილებას ქარხნებში შაქრიანობის გაზომვის წესის გამოც გამოთქვამენ. მათი თქმით, გასულ რთველში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქარხანაში ხელოვნურად აკლებდნენ შაქრიანობის მაჩვენებელს, რაც ავტომატურად ამცირებდა ჩასაბარებელ ფასებს.
გამიგია რომ ეგ პრობლემები არის რა, აი რომ გვიზამინა დაიყო და უშოთ 20-22 გრადუსი ხო? ქარხანაში შევიაქვთ არის 18-19 გრადუსი და რა თქმა უნდა ფასიც ამიდან ხედავთ დაბალია. ამინდები ისეთია ეხლა მაგალითად სიტყვა იყო ერთხელ უკვე ჩემ ენახში თუმ არაფერი დაგმული კი მქონდა მაგრამ ეხლა ბოლო ჯამში შეეწყო რა და ჩვენები არის და რა ვიცი სიტყვას უგვარიდებს ეკვე აღარ გავიცით. ლადოლ დათი მომიწევს სავარაუდო თუ სიტყვა ამოვიდა. მიუხედავად მევენახეების უკმაყოფილების აღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ყურძნის ჩაბარება მთავრობის სოციალური პასუხისმგებლობაა. შაქრიანობის მიხედვით ფასის განსაზღვრა კი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წინაპირობა. მთავრობის დადგენილებით წელს საფერავის ჩასაბარებელი ფასი შაქრიანობის მიხედვით 30 თეთრი, 90 თეთრი და 1 ლარი და 50 თეთრი იქნება. რქაწითელისა და კახური მწვანე შემთხვევაში კი 30 თეთრი, 80 თეთრი და 1 ლარი და 30 თეთრი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ტელეკომპანია მაესტროსთან აცხადებს, მოლოდინია რომ კერძო სექტორი მევენახეებს უფრო მეტად შესთავაზებს. ის ფასი, რასაც სახელმწიფო ამბობს, იმ შესაბამის კატეგორიაში არის მინიმალური. ანუ რის თქმა მინდა, თქვათ, სახელმწიფოს აქვს დადგენილი ესეთი ფასები თავისთვის, ანუ რა პირობებითაც ის ჩაიბარებს ყურძენს. კერძოდ, საფერავის შემთხვევაში ყველაზე მაქსიმალური ფასი არის ლარნახევარი, მოვლიდან გამომდინარე, თქვათ, ყურძნის ტიპიდან თქვათ მიკროზონიდან და ასე შემდეგ გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ კერძო სექტორი ლარნახევარზე მეც გადაიხდის აუცილებლად. მეღვინეების ნაწილი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სუბსიდირების ახალ მოდელს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ წელს ბაზარზე ფასისა და ხარისხის მკაფიო დიფერენცირება მოხდება, რაც საბოლოოდ ქართული ღვინის ხარისხზე დადებითად აისახება. ამასთან მიუხედავად ცალკეულ რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენებისა, მათი შეფასებით ქვეყანაში ვენახებისა და ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმალურ კონდიციაშია. თუ სწორად არის ჩატარებული მწვანე ოპერაციები, არ არის ვენახები და ვაზი დატვირთული, სავსებით შესაძლებელია, რომ 1 ჰექტარზე 8-10 ტონის ფარგლებში მოსავლის მიღების შემთხვევაში იყოს იმ კონდიციის, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო აწესებს როგორც უმაღლეს კატეგორიას, რაც ნიშნავს 21-22% შაქრიანობის მაჩვენებელს და ზემოთ. გაცილებით უფრო უკეთესი სქემაა, ვიდრე წინა წლებში იყო, როდესაც ნებისმიერი ხარისხის ყურძენი ერთნაირი საფასო სეგმენტში გადიოდა. ეს პრაქტიკულად მოახდენს იმ ასე ვთქვათ მევენახეების დაფასებას, რომლებიც უვლიან თავიანთ ვენახს და ხარისხიანი პროდუქტი მოყავთ. და იქნება მკაფიო სხვაობა ძალიან დატვირთულ და ნაკლებად დატვირთულ ვენახებს შორის. მეღვინეების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ფასწარმოქმნაში არ უნდა ჩაერიოს და რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები ყურძნის რეალური ღირებულება ბევრად დაბალი იქნებოდა. მათი შეფასებით დღეს ბაზარზე საჭიროზე ორჯერ მეტი ყურძენია, რაც სწორედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარგის სუბსიდირებით და ყურძნის წარმოების ახალისებითაა გამოწვეული. ორჯერ მეტი ვენახები რო გვაქვს, ვიდრე საჭიროა დღეს საქართველოში ყურძენი, ამაზე ხო ვინმე უნდა დაფიქრდეს. და როგორ იქნება ეგ ხელს უშლის კეთილსინდისიერ მეწარმესაც, იმიტომ რომ არა სპეციალური კონკურენციაა. მათ შორის სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს, ამუშავებს ამას, გადაამუშავებს კი მესმის რომ ღვინო შეიძლება არ ყიდის პირდაპირ, თუმცა ღვინის აუქციონზე გამოტანის ფაქტებიც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ყიდის სპირტს, მაგრამ სპირტიც უნდა ითქვას, რომ სპირტი ჩვეულებრივი ბიზნესია. ძალიან ბევრი მეწარმე ამ ბიზნესშიც არის, რომ ყურძნის სპირტს საბრენდე სპირტს ამუშავებს და ყიდის. მაგრამ როგორ გაკეთდეს ესეთნაირად, რომ აი ამ ბიზნესებში სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. მეღვინე ნუგზარ ქსოვრელი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რთველისა და ყურძნის სუბსიდირების არსებული პრაქტიკა ანტიკონსტიტუციურიცაა. ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ ცალკეული რეგიონების მევენახეების დაფინანსება დისკრიმინაციულია და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპსაც არღვევს. ესე იგი ავიღოთ, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი თემები, რომელიც ერთ რეგიონს ეძლევა უპირატესობა მეორე რეგიონის მიმართ. ეს თავში მოიცავს ანტიკონსტიტუციურობას. საბჭოს კავშირში მეტი კი არაფერი არ ხდებოდა, გეგმიური ეკონომიკა, მეტი კი არაფრით განსხვავდება საბაზრო ეკონომიკისგან. იმიტომ რომ გეგმიურ ეკონომიკაშია მინიმალური ფასის დადგენა, რასაც ადგენს ახლა სახელმწიფო. კი იძახიან რომ არ ვადგენ, თქვენ თუ გინდათ იაფად იყიდეთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო იბარებს
ყურძენს რაღაცა ფასად იმაზე ქვემოთ ვერ წამოხვდა. ამის მიუხედავად სახელმწიფო ყურძნის ჩაბარებას მომავალ წლებშიც გეკმავს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალ წლებშიც სახელმწიფო ყურძენს სამეტაპიანი სქემით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთავრობას თითქმის 156 მილიონი კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტიდან 251 მილიონი ლარი დაიხარჯა. რთველი 2026-ის სუბსიდირების ბიუჯეტი კი ჯერჯერობით უცნობია. თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეურნეობა GDP Agro წელს 150 ტონა საზამთროს მოსავალს ელოდება. კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო და მაშინ პირველი სატესტო მოსავალი 3 ტონას შეადგენდა. ოთხონის შესაბამისად მეურნეობა მოცულობა ეტაპობრივად გაზარდა. GDP Agro სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე BMG-სთან ამბობს, რომ მეურნეობა ძირითადად პორციული ზომის უკურგო ჯიშების წარმოებით არის დაკავებული. ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა ყვითელგულა საზამთროა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. არის რა თქმა უნდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან მხარდაჭერა, რომ გაცილებით უფრო მეტად გავზარდოთ მოსავალი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ჭირს კვალიფიციური მუშახელი და სწორად პროცესების მართვა, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. თუმცა ვიტყვი, რომ მაგალითად 2022 წელს როცა დავიწყეთ და პირველი მოსავალი ავიღეთ მაგალითად 5 ტონა, წელს გვექნება ჩვენ სადღაც მინიმუმ 150 ტონა. სამტრედი აგრიკოლეთის მესამე ლოტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების მიხედვით პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ გამოცხადდა, ხოლო გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვრა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლოტი 3 ლანჩხუთის სამხრეთ ნაწილიდან იწყება. სამტრედია ბათუმის რკინიგზის გასწვრივ გადის და ნიგუზიანსა და ხაჯალიის სოფლებთან სრულდება. პროექტი ითვალისწინებს 12 კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც გაივლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გვიმბლაურაზე, ქვემო ჩიბათზე, ლესაზე, ჯურყვენცზე, ნიგუზიანსა და ხაჯალიაზე. მინისტრის ბრძანებით პროექტისათვის მომზადებულია მიწის შეზღუდვის და განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრისთვის კომპენსაციის გადახდას, თუმცა რამდენიმე მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა. შპს თბილსერვის ჯგუფი 100 წალ მიწისქვეშა ნაგავ-შემკრებ კონტეინერს ყიდულობს. 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით შეზღუდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. შეზღუდვა მოიცავს კონტეინერების მიწოდება მონტაჟსაც, ანუ მიწისქვეშ განთავსებასაც. წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17-ში დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მიწისქვეშა ნაგავ-შემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მთლიანად პოლიეთილენისგან ან და უჟანგავი ფოლადისგან. მოცულობა 3 კუბური მეტრია. ასევე დაუხარისხებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი უნდა იყოს მთლიანად წყალშეუღწევი და არ უნდა საჭიროებდეს პარკებს ან რაიმე სხვა ტიპის მასალებს ნარჩენების გასათავსებლად. სად განთავსდება ახალი მიწისქვეშა კონტეინერები უცნობია. მსგავსი ტიპის ნაგავ-შემკრები კონტეინერები თბილისში რამდენიმე ქუჩაზეა განთავსებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა. სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, სარეკრეაციო ზონაში არსებულ გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულებადების ღობეები. გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება და ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონსტრუქციები და ნაგებობები თვითნებურად დაკავებული იყო 40 ჰექტრამდე მიწა. ეს ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის. მიუხედავად სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, როგორც ადგილზე ისე საჯარო მიმართვის ფორმით და მოწოდებისა შეეწყვეტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ სამსახურის კანონიერ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობის მოწყობას ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზნით. განმარტავენ დედაქალაქის მთავრობაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეს ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების 1 წლიან და 3 წლიან პერიოდში ინფლაციის მოლოდინები საერთო ჯამში შემცირებულია. კვლევის მიხედვით 1 წლიან პერიოდში შემცირდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 8%-ზე მეტს ან 6-8%-ის ფარგლებში ელოდებიან, პარალელურად კი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდას 4-6%-ის ინტერვალში პროგნოზირებენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირების ტენდენცია 3 წლიან ინფლაციურ მოლოდინებშიც. ნაკლები არის იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინფლაციას 6-8%-ის ფარგლებში მოელიან. გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფასების ცვლილებას 2-დან 0%-მდე ან 4-6%-ის ინტერვალში პროგნოზირებენ. თუმცა, კვლევის მიხედვით ასევე მოიმატა იმ რესპონდენტთა წილმაც, რომლებიც ინფლაციას 8%-ზე მეტად ელიან. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ კომპანიების მიერ საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი შემცირდა. შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქციის და მომსახურების ფასების 4-6%-ით, 6-8%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას ელოდა. პარალელურად გაიზარდა იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც ფასების 0-დან 2%-ის ფარგლებში ცვლილებას ან საერთოდ უცვლელად შენარჩუნებას ვარაუდობენ. გამოკითხვის შედეგების თანახმად ივნისში მაისთან შედარებით ხელფასების ზრდის მოლოდინით შემცირებულია. იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის 10-20%-ით ან 20-30%-ით ზრდას ელოდებიან, კლებას აჩვენებს, ზრდა არის მათ წილში, ვინც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ვარაუდობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკისგან დაახლოებით 100 მილიონი ლარის ექვივალენტის ფინანსური სახსრების მოზიდვა იგეგმება. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საუბარია საკრედიტო ხაზის გამოყოფაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ კი რომელიმე კომერციული ბანკის რეზოლუციის საჭიროება დადგება. დავით უტიაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაა, რომ ვიდრე სარეზოლუციო ფონდი მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს, არსებობდეს საკრედიტო ხაზი, რომელზეც ცდომაც დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ამ დროისთვის სარეზოლუციო ფონდში ბანკების მიერ უკვე არის მობილიზებული დაახლოებით 55 მილიონი ლარი. სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის შეიქმნა. მისი მიზანია პრობლემური ბანკის დაფინანსება ისე მოხდეს, რომ შემცირდეს სისტემური რისკები. 2025 წელს შექმნილი ფონდი, სადაც ბანკებში აქვთ ეს თანხები და უკვე იქ აკუმულებულია დაახლოებით 55 მილიონი და ეს 2022 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი მისი არის დაახლოებით დაზოულ დეპოზიტების 13%, რაც არის დაახლოებით 800 მილიონი ლარი. ანუ ნელ-ნელა ავითარებთ ამ ჩარჩოს და ვაგროვებთ ფონდში ფულს და მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა არის, რომ ასევე სანამ ეს ფონდი მიზნობრივი მაჩვენებელს მიაღწევს, კონდეს რაიმე საკრედიტო ხაზი სანდო წყაროდან, მაგალითად ისეთ როგორც სოფლიო ბანკი არის, რომ თუ დაგჭირდა ასეთი თანხა, ამწუთოს ფინანსურ სექტორი ძალიან ჯანსაღია და რაიმე პერსპექტივა საჭიროებას ამისას ბუნებრივი ვერ ხედავთ, მაგრამ რეზოლუციის ჩარჩოს თელი იდეა არის, რომ სათადარიგო გეგმა გქონდეს ყველა სცენარისთვის და ამ შემთხვევაში უბრალოდ საკრედიტო ხაზია, რომელსაც ავითვისებთ. მაგალითად, თუ ასე სცენარი დადგა პირობითად და მაშინ დაგჭირდა თანხის მოძიება, რომ მივადგეთ სოფლიო ბანკს, შეიძლება 6 თვე დაჭირდეს სესხის აღებას, მაშინ როცა თუ ეს საკრედიტო ხაზი გვაქვს ახლა, დაახლოებით 3 დღეში მოგცემენ ამ სესხს, თუ ასე საჭიროება დადგა. ბაშა ბანკი პარტნიორებს საერთაშორისო გადარიცხვებზე გაუმჯობესებულ პირობებს და დამატებით შეთავაზებებს უკეთებს. ბაშა ბანკის საოპერაციო დირექტორის ანზორ მაცკავას განცხადებით, შეთავაზებას წინ უძღოდა რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორთან გაფორმებული შეთანხმება და ბაზრის საჭიროებების ანალიზი. მისი თქმით, ამ პროცესების შემდეგ შემუშავდა კონკრეტული პაკეტები, რომელთა სარგებლობაც როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. მაგალითად არის სტანდარტ პაკეტი, რომელიც კლიენტ ჩვენი მომხმარებლისთვის, რომელიც თუ ცოტა გადარიცხვებს აკეთებს სტანდარტიცაც საკმაყოფილდება, თუ ის აკეთებს ბევრ საერთაშორისო გადარიცხვებს, არის გოლდი, პლატინუმი და სიგნიჩერი და პლატინუმი და სიგნიჩერის ფლობელებისთვის ეს 3 თვე გავაკეთეთ ისე, რომ იქნება გადარიცხვები ლარში უფასო არის ორივეგან და დოლარში უფასო სიგნიჩერში და პლატინუმში მხოლოდ $10 ეგრება ნებისმიერ მიმართულებით გადარიცხვა. და სხვა ყველა ვალუტაში ნახევარი ფასი 50%
ფასტ. გადაწყვეტეთ რომ ეს იყოს ახალი პარტნიორებისთვის უფასო ანზო? ახალი პარტნიორებისთვის ამ პაკეტების შეძენაც პირველი 3 თვე უფასოა, იმიტომ რომ ვინდა რომ გაქვს ინჯონ რა. გაქვს ინჯონ, ამ ჩვენ მყარად ვართ იმაში, რომ ანუ ვინც დათვლა იცის და მოვა და ჩვენთან ამას გააკეთებს, მე აღარ წავა, რატო უნდა წავიდეს და ამიტომ შევთავაზეთ ძალიან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ვისაც საერთაშორისო გადარიცხვები აქვს რა და უმრავლესობა ქართულ კომპანიას აქვს საერთაშორისო გადარიცხვები, შეუძლიათ გახსნათ ჩვენთან ანგარიში, აიღონ ეს პაკეტები, სადაც რომლის პაკეტის მომსახურების ღირებულებაც პირველი 3 თვე უფასო არის. სადაზღვეო ზარალების შეფასების ბიზნესში სიახლეა ზარალების რეგულირების სადაზღვეო მოთხოვნების და რისკების მართვის გლობალური ლიდერი კომპანია ამერიკული McLaren's ქართულ ბაზარზე ქართული კომპანია ბიჯგუფის წარმომადგენლობით შემოვიდა. ჯორჯიის შტატში ბაზირებული თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე McLaren's პარტნიორობა ქართულ ბიჯგუფთან ახალი სტანდარტის შემოტანის პირობას და კიდევ უფრო ამბიციური გეგმების წინაპირობას წარმოადგენს. გიორგი ბარბაქაძე ბიჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თან აღნიშნავს, რომ პარტნიორის შერჩევის და შემოყვანის პროცესი შრომატევადი იყო, თუმცა მოლაპარაკებები და სტანდარტიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. დღეს საქართველოში არსებობს ისეთი კომპანია, ბიჯგუფი, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეაფასო ზარალები. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა ამისთვის იყო მოგვეძებნა საერთაშორისო პარტნიორი. დავიწყეთ ამ ძიების პროცესი და ძიების პროცესი მარტივი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რეალურად ანუ სოფლიო ბაზარზე ანუ ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი წამყვანი კომპანია ანუ არის McLaren's და აქედან გამომდინარე, პირველივე აქცენტი ავიღეთ McLaren's-ზე, რომ რაიმე ტიპის კომუნიკაცია დაგვემყარებინა, რატომ უნდა შემოსულიყო McLaren's საქართველოში და რატომ უნდა შემოსულიყო მსგავსი ტიპის მსხვილი ორგანიზაცია ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, როდესაც ანუ არ იყო არსად არ ოპერირებს ეგრეთ ესეთი მსხვილი ორგანიზაცია. საერთაშორისო ბრენდი. ხო, საერთაშორისო ბრენდი საერთოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავარი მიზანი ეგ იყო, რომ ჩვენ დაგვენახებინა პირველ რიგში, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა ენდოთ. მეორე არის, რომ პოტენციალი დავანახეთ, ანუ ბაზრით საქართველოში და დავანახეთ, რომ დღესდღეობით ანუ ბაზარი არის მინიმალურ დონეზე ათვისებული და შესაბამისად ანუ ამას სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ რეალურად უკვე უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს თუნდაც მომხმარებლის მხრიდან, რომ სადღაც ანუ სანდოების ნაწილზე გაესვას ხაზი და ანუ აქედან გამომდინარე დავანახეთ პოტენციალი სამხრეთ კავკასიაში როგორ შეიძლება ყველაფერი განვითარებულიყო. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და თურქმენეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ახალი საქმიანი პარტნიორობების ჩამოყალიბების პლატფორმად წარადგინეს. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Euromani TBC კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეორედ დაასახელა. ჯილდო კომპანიას 2025 წლის საქმიანობისთვის გადაეცა. საქართველოს ბანკი Euromani Awards for Excellence-ის 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად არის დასახელებული. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემის შესვლა არარეალისტურია. მისი თქმით, როდესაც საუბარია მასშტაბურ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, დასახელებულ ვადებში პორტის მშენებლობის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გარდაჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი ვიდრე თავად ეს შენობა, ამბობს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რიყის დოქებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ეგრეთ წოდებული კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა. მდინარაძის თქმით, შენობის მეპატრონები მზად არიან დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც მისი სხვა ადგილზე აწყობა მოუნდება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით გასულ კვირაში მიღებული არის გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შეპს რიყე დომის საკუთრებაშია. ცნობილი იტალიური არქიტექტურული სტუდია სტუდიო ფუქსასი რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის დემონტაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და არქიტექტორები პროცესის სასწრაფო შეჩერებას და ნაგებობისთვის ალტერნატიული ფუნქციის მოძებნას ითხოვენ.
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული, წერილი რო ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რიყის დოკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როდესაც თავის დროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ყველანაირად უფუნქციო და შესაბამისად ის არის დღეს კერძოდ მესაკუთრე. მუნიციპალიტეტს და ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს კერძო საკუთრება. სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საგარეო ურთიერთობების თემასაც გამოეხმაურა. ბურთის შტატების მოედანზე ამბობს მამუკა მდინარეძე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხის კომენტირებისას. ის ირწმუნება, რომ ქართულმა მხარემ გააკეთა ყველაფერი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ახლა ყველაფერი თავად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული. მდინარეძე აღნიშნავს, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებს შორის მხოლოდ სიტყვით იყო სტრატეგიული პარტნიორობა და საქმით ეს არ ჩანდა. ვიცე-პრემიერი თემას საგარეო საქმეთა მინისტრის ბოჭორიშვილის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში მონაწილეობის პარალელურად გამოეხმაურა. არაფერი არ დაევალება და ვეღარ დაევალება საქართველოს. მათი მოსაზრებების გათვალისწინებას თუ იქნება ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებით ყოველთვის ასე ვაკეთებდით და ახლაც გავაგრძელებთ, რომ ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ. ბურთი მართლაც არის ამერიკელების მოედანზე. იმიტომ რომ არც მაშინ სხვათაშორის სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახდით ერთმანეთს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდა, არც პირდაპირ ფრენები გქონდა და საერთოდ საკითხი, რომელიც აღმნიშვნელია სიტყვის იქით, ვერბალური გამოხატულების იქით სტრატეგიული პარტნიორობის არ არსებობდა ამ ქვეყანაში. და ჩვენ ამაზე ველაპარაკებთ, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ამას კიდევ უფრო მეტ დეტალში ჩაღრმავებულად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის დროსაც საკმაოდ მაღალი რანგის და ალბათ უკვე იმედია გაიგეთ და კიდევ არ გონიათ რომ ტულსი გავარსებოდი მაშინ. იქიდან დაწყებული, გაგრძელებული ყველა შემდეგი შეხვედრა ამაზე მიდის, ამაზე საუბრით იწყება და ამაზე საუბრით თავდება. ახლა გადაწყვეტილებები არის მათ მოედანზე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკვე იმისათვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ ეს არის გარდაუვალ ადრე თუ გვიან საქართველოს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს სიტუაციის ნორმალიზება, ის სულელური და აბსოლუტურად აი უსაგნო თუ კი რამეა, ის არის გადაწყვეტილებების გაუქმება, რაც მიიღო წინა ადმინისტრაციამ და იმ ვერბალურ ტერორზე და პოლიტიკურ ტერორზე საერთოდ ფიქრი აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანას შორის, რომ დღეს ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციამ გავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის გან პრემიერმა მიიღო წერილი, რაც პასუხია დამოუკიდებლობის დღეს მისალოცი წერილისა და ტრამპი ამ წერილში წერს, რომ მოუთმელად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსების და თავისუფლების სიმტკიცის და შეუპოვრობის იმ ურყევის სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამოყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მადლობელი ვარ, გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს ყურადღებიან გზავნილს, წერს დონალდ ტრამპი და იქვე მიუთითებს, რომ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმელად ველოდებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ, წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელდა. დავიდრე, საგარეო საქმეთა მინისტრი შტატებში მინისტერიალზე იყო, პრემიერმა თურქმენეთის პრეზიდენტი გააცილა. სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. იქამდე ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შუა აზია საქართველოსათვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. თურქმენეთის პრეზიდენტის განცხადებით კი საქართველო და თურქმენეთი მონაწილეობენ ტრასეკას სატრანზიტო დერეფანში და შეთანხმება შედგა, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე. ასევე თანამშრომლობა შედგება სხვა მონაწილე მხარეებთან. მისი თქმით, სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუადერეფნის განვითარების მნიშვნელობას და მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. სამხრეთ კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კასპიის ქვეყნებს შორის გამოვალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედის მომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკა სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობას ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კასპიისა და შავი ზღვის პორტებზე. საუბარია ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ მრავალ სხვა სფეროებში. საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით ეს დოკუმენტი მიზნად სამშენებლო მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების კვლევის და განვითარებისათვის ინოვაციების და ტექნიკური რეგლამენტების მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით 2029 წლისთვის ანაკლის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემის შესვლა არარეალისტურია. მისი თქმით, როდესაც საუბარია ასეთ მასშტაბურ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, დასახელებულ ვადებში პორტის მშენებლობის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ წმინდა კომერციულ საფუძვლებზე ანაკლის მასშტაბის პორტის აშენება კერძო ინვესტორებისათვის ეკონომიკურად წამგებიანი და თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ლენდლორდის მოდელი, სადაც სახელმწიფო იღებს ძირითად ფინანსურ ტვირთს და მართვას, მისი აზრით უფრო მეტად რეალისტურია, თუმცა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე მთავარია მთავრობას წინასწარ ჰქონდეს შეთანხმება იმ კომპანიებთან, ვინც მზად არის ანაკლის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ჩატოს. გიორგი ქობულიას ძირითადი შეკითხვა არის პორტთან დაკავშირებულ სტრატეგიულ გათვლებზე. მას აინტერესებს, არსებობს თუ არა ანაკლის და ფოთის პორტის შედარებითი ანალიზი. მისი თქმით, ფოთში საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უკვე მიყვანილია. ანაკლიაში კი ამ ყველაფრის ნულიდან გაკეთებაა საჭირო. ამიტომ ხელისუფლებამ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს, რატომ მიენიჭა უპირატესობა ანაკლიას. დღეს არის ჩვენთან ერთი დიდი კომპანია არის მაერსკი, ჰოლანდიური კომპანია როგორც ვიცი თუ არ მეშლება და მეორე არის MSC, შვეიცარიული კომპანია. MSC-ს აქვს 50%-ზე მეტი თვითმფრინავ საქართველოს პორტებში შვეიცარიულ კომპანიას. ეხლა ეს კომპანიები იქნებიან, ვინც პირველ რიგში უნდა განაცხადონ ამაზე პრეტენზია. აბა, ახალი ოპერატორი ეხლა შეიძლება მოვიდეს რაღაცა დონით და შეიძლება კიდევ უფრო მცირე ოპერატორებმა რაღაცა ნაწილი აიღონ, მაგრამ ეს ძირითადი კომპანიებია, რომელსაც რაღაცა უნდა განცხადება გააკეთო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ არ იქნება წინასწარ რაღაცა მოლაპარაკება, მემორანდუმი ამ კომპანიებთან გაფორმებული, ეს ძალიან სარისკოა. ესეთ ინვესტიციას ხავს, თუ ჩვენ მივიღებთ იმას, რაც მივიღებთ უკვე ბოლო 10 წლის განმავლობაში. აატალახეს იქაურობა, არაფერი არ მომხდარა, რაღაცას ვითომი გაღრმავებენ, რაღაცას აკეთებენ და არაფერი არ კეთდება. ესეთი ტიპის ვისაც ეს ესმის ინფრასტრუქტურული პროექტის აშენებას, როდესაც ჯერ ტენდერის არ დაგიწყია, და როდესაც ხარ აგრეთვე ესე თქვა მოუქნელი სახელმწიფო მანქანა. აქ ტენდერს დაგიწყო, როგორ გინდა შენ ეს ტენდერი ჩაატარო, ყველაფერი აშენო 29 წელს გემი მიიღო. მე იქ რო შენ აშენებ, როგორ სახელმწიფო, ის ხო მე ტერმინალებს ვინც ოპერირებაში იმათ მოხუნდა მოაწყონ თავის ინფრასტრუქტურა, ანუ პარალელურად მოხდეს. მოკლედ რთული პროექტი არის რა. არ ველოდები 29 წელს ეს პირველი გემი გაეშვება. დეველოპერული ბრენდის ტემპოს დამფუძნებელის და აღმასრულებელი დირექტორის ვალერი გასიტაშვილის თქმით, კომპანიის მიზანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. მან საქმიანდილას ეთერში განაცხადა, რომ მისი ბრენდი ეფუძნება იმის გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო ადამიანებისთვის. დამფუძნებელმა კომპანიის პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტემპომ, რომელიც ბათუმში ქალაქში კონცეფციით ქმნის სისტემას, პორტფელში აერთიანებს ბრენდებს, როგორიც არის Queen's Residency და ახლა უკვე Sensa, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 21 ივლისაა დაგეგმილი. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი Queen's Residency-ის პირველი ბლოკი A ბლოკი დასასრულს უახლოვდება და ის ჩვენი ჩანაფიქრი, რაც თავიდანვე იყო, რომ გაგვეკეთებინა ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ,
ძალიან მალე ხორც შეისხავს და ვფიქრობთ, რომ აგვისტოს თვეში უკვე გვექნება გახსნა და თქვენს დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ. წლების განმავლობაში უშუალოდ მომხმარებელი გაიზარდა. მისი მოთხოვნილება შეიცვალა, რომ დავაკვირდეთ ის ბევრად უფრო ინფორმირებულია დღეს მდგომარეობით, რაც რა თქმა უნდა ამარტივებს მისთვის აი ამ გზას კვლევის. მაგრამ ჩვენ როგორც კომპანია ამ შემთხვევაში უკვე დაზუსტებას ვაკეთებთ, რომ ხვდებით ადამიანს რა საჭიროებები აქვს და მხოლოდ ამ საჭიროებების შესაბამისად უკვე ვარგებთ ამა თუ იმ პროექტს. მაგალითად, ეს შეიძლება ორი ადამიანი შეიძლება ერთ იგივე ბიუჯეტით მოვიდეს ჩვენთან, ხო? მაგრამ კონდეს სრულიად განსხვავებული მოთხოვნა და რაღაც კონკრეტული მიზანი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში თუ დავადგინეთ რა საჭიროება აქვს, მე უკვე მივდივართ შეთავაზებით. Tempo City რომ ავიღოთ, აქ გვაქვს ორი განსხვავებული, ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი, Queen's Residency და Serenade. Queen's არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბათუმში ეძებს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის განსხვავებულ არქიტექტურას და ყველა სერვისს საცხოვრებლად. დეველოპერული კომპანია Heaven Capital, რომელიც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს, ბაზარზე ახალ პროექტს Heaven Fields წარადგენს. ახალი დეველოპერული პროექტის დეტალებზე საქმიან დილას ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორებმა ისაუბრეს გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან ერთად. აღნიშნავენ, რომ კომპანიის მიზანია შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული. სერგი აბაშიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის ამოსავალი წერტილი საცხოვრებელი სივრცის ფუნქციური და ემოციური დატვირთვის გაერთიანება. პროექტი გულისხმობს 16 ინდივიდუალურ სახლს ტაბახმელაში. ეს არის პრემიუმ დასახლება ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. ყველა სახლს, თითოეულ სახლს ექნება კერძო ავტოფარეხი, გამწვანებული ეზო და ტერასა უამაზესი ხედებით ქალაქზე. ეს გამორჩეული ლოკაცია ჩვენს მომავალ მაცხოვრებლებს აძლევს საშუალებას იყვნენ ქალაქთან ძალიან ახლოს და ამავდროულად იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში. და ასევე მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული წარსული, სწორედ აქ იყო სამეფო კარის საზაფხულო რეზიდენციები და ასევე თამარ მეფის შვილი ლაშა გიორგი დაიბადა ზუსტად აი აქ და გადმოცემის მიხედვით თამარ მეფეც ძალიან დიდ დროს ატარებდა ტაბახმელაში. ძალიან სასიამოვნოა პროექტის იქ განხორციელება, სადაც აი ამხელა ისტორიული წარსულია და ასევე ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თავად სამეფო კარი ირჩევდა ტაბახმელას. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამოგელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდოვა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.